მაგრამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაუწყია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია მოსახლეობასთან შეხვედრებს მაინც მართავს. ის შინდისის, ტაბახმელისა და კოჯრის მოსახლეობას დღეს მთაწმინდის რაიონის გამგებლის რანგში შეხვდა და იმ პროექტზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. პროექტის მიხედვით ორთაჭალა სატრანსპორტო ნაკადებით გადატვირთული ქუჩების ავლით შინდის, ტაბახმელასა და კოჯორს დაუკავშირდება. მელიას განცხადებით პროექტის განხორციელებით განიტვირთება როგორც მთაწმინდა და სოლოლაკი, ისე მთლიანად მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ეხლა პრობლემა მაცხოვრებლებს ადგილობრივს გავაცანით პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ გამარჯვების თანავე. ეს არის ჩემისას არა მხოლოდ ამ სოფლებისთვის საჭირო პროექტი, არამედ ზოგადად მარჯვენა სანაპიროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ ორთაჭალიდან სატრანსპორტო ნაკადი დაუკავშირდება შინდის, კოჯორს და ტაბახმელას, ისე რომ ცენტრალურ ქუჩებს გვერდსაულის საცობები, რომელიც სოლოლაკში კეთდება და მე იქიდან ერთი ნახევარი საათი მაინც რო გინდა რომ გავხვიდე თავისუფლების მოედანზე. ეს გზა ყველანაირად პერსპექტიულად იქცევა სოფლისათვის და ყველა აქ მარტო სოფლისათვის კი არა, რამოდენიმე სოფელი არის, კოჯორი, წავკისი, ტაბახმელა, კიკეთი და ყველა ამ გზით ისარგებლებს.